გორი სამეფოს 60 რესტორანი ძველი უბანი. აბა, ნახოთ როგორია ძველი უბანი. ტილოების სუფთაა, ნახეთ, ნახმარი ტილოებია გამოყენებული, მაგრამ სუფთა არის. ზედაპირი უჟანგავია და ესეც კარგია. ძალიან კარგი არის ნიჟარები. თქვენ თქვენც ხედავთ რა მდგომარეობა. კარგია რომ წყლის წვეთა არ მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან უსუფთავო არის და იმედია რომ ამას ჩვენი რეკომენდაციების მერე გაასუფთავებენ. ეს რა არის? ეს რა სამარცხვინოა? აქ საერთოდ შეგიხედიათ? ეს რა არის? აქ რო საჭმელს ამზადებთ და ხინკალს ამზადებთ, აი ასეთი ობიექტი შეიძლება, აი ნახოთ ჩინით როგორი საშინელებაა. დღეს ყველგან სადაც შევედით, ყველგან აბსოლუტურად კონდენსატის ზღვა არის. აი ეს ნახეთ რა საშინელებაა. ეს როგორ შეიძლება ასეთი იყოს და ეს არის კვების ობიექტზე და აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს. აი აქ პროცესი ჩვეულებრივად და აი ეს ყველაფერი შეიძლება კვებში ყვეთავდეს. კედლებიც ნახეთ რა მდგომარეობაშია. კედლებიც ნახეთ რა მდგომარეობაშია კედლებიც. მე უნდა იწმინდებოდეს ბატონო. აი ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. კარგი ძევით ვერ მიწვით. ამის მაინც გაწმენდას რა უნდოდა. აი ეს შეხედეთ რა მდგომარეობაში. ყველგან ერთი და იგივეა აბსოლუტურად. ისიც დავინახე საღებავის სადაც არის ჩამოღვენთილი და ისიც დავინახე იქაც რა ხდება. აი ეს ნახეთ, ეს უკვე არ ატარებს და აბრუნებს უკან. და აი ეს საღებავია? შეხედეთ? ეს საღებავია? არ არის საღებავი. ამას დავანებოთ თავი. ეს ნაკლებად მაინტერესებს. ეს თქვენ თუ დაგსურით. აი ეს კუთხე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს უშუალოდ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს. აი ეს წვეთა მაინტერესებს და აი ეს მაინტერესებს. ეშოკის მონგრელი სურათი მაინტერესებს. ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან სამარცხვინო. არავითარ შემთხვევაში აი ესეთი მდგომარეობა, მაგრამ აქ აი სუნითაც იგრძნობა, რომ აქ გამტარიანობა აქვს ნულოვანი. საერთოდ არ გადის. კედლები ისე თუ ასე ჩასმულია კაფელში, ამის წმენდა ძალიან მარტივია, უჟანგავი მაგიდებია და ესეც კარგია. უჟანგავი მაგიდებს მივესალმებით, იმიტომ რომ მარტივად ხდება მათი დასუფთავება. აი ყველგან უჟანგავია აბსოლუტურად. მეტლახი არის ქვევით დაგებული. მაგრამ აი ეს ოღრუჩოღრუები არ უნდა იყოს და კარებიც ისე უნდა დაიცვათ, რომ ბუზები არ უნდა იყოს ობიექტზე არავითარ შემთხვევაში. ნახოთ რა ხდება მაცივრებში. მაცივარი ეტყობა არ არის ძველი, ახალი მაცივარია, იმიტომ რომ კულერი საკმაოდ სუფთა არის. მაცივარს ნუ მე პირადად დავასუფთავებდი, ყველაფერს დავასტიკერებდი, თავღია არაფერს არ დავტოვებდი მაცივარში, იმიტომ რომ თავღია პროდუქციის დატოვება არ შეიძლება და აი ეს არის ბოსტნეული, მწვანილი ამ შემთხვევაში და როდესაც აი ხორცის გავღობა, დეფროსტაცია ხდება, აი ნაჟურ წყალში იყოს ხორცი, აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახეთ, აი აქ რო არის კულერი გაპრიალებული, ახლა აქ შეხედეთ კულერს რას გიკავთ. ტილოთი უნდა გაწმინდოთ, აი ეს იწმინდება. იცით როგორ მარტივად? აი აბლაბუდა. აი ნახეთ, აბლაბუდები ყავთ უკვე მაცივარში აბლაბუდები ყავთ. იმდენი ხანია არ გაგიწმენდიათ. ყველაფერი მინახია, მაგრამ მაცივარში აბლაბუდა არ მინახე. მადონა სამზარეულოშია, მე ვამოწმებ დარბაზებს, ხალიჩა ცოტა ჭუჭყიანია, ნუ ბუნებრივია, ქუჩიდან ადამიანი შემოდის. აი აქ კუპეა. ცოტა აყრილი იატაკია. სიძველის სუნი ნამდვილად იგრძნობა, ამათლებს სახელს ძველი უბანი და სიძველე იგრძნობა. აი ყველაფერიც ეტყობა რომ წლებია არსებობს და მუშაობს ეს ობიექტი, იმიტომ რომ აი უკვე ავეჯიც ცოტა შელახულია, ის კამებიც არც ისე სუფთა. პალმაზე რა გითხრათ, აჭარაში პალმები ნამდვილად ჯობია, იმიტომ რომ ბუნებრივია. რაც შეეხება მაგიდებს, აი ძალიან უბრალო მაგიდებია, თუმცა სამწუხარო ბუზები შემოდიან ქუჩიდან, არის ხელსახოცია, დახურული სამარილე, საპილპილე, ეს კარგია. ინტერიერი ძალზე უბრალო. აბა ვნახოთ ცნობილი გორული კატლეტი რა ღირს ძველ უბანში. რა ღირს და 14 ლარი, აი გორული კატლეტი 14 ლარი, ხინკალი ლარი და 40.
ხასები არ არის მაღალი ნამდვილად, დიდი მენიუა, საკმაოდ მრავალფეროვანი. აი ეს მტვერი და ეს ნაგავი მოგწევანთ აინახეთ. ეს გაშავებაა ბატონო. ეს გაშავებაა. ეხლა არ მინდა ჩაგიყაროთ შიგნით. აქაც უნდა გქონდეს დასტიკერებული ყველაფერი აბსოლუტურად. აქ არის ანუ საკერძებიც და აქ არის ესეც ჩაყინული, ხო? ეს ახალია, ხედავ, კაი გაყინული არ არის, ახალი ჩაყინულია. ეს ცოტა ძველია. მაგრამ როდის არის ჩაყინული, აი როგორ ითვლით ამას ვადებს საიდან ადგენთ? მაგერებს ჩაყინულს ვადებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ესეც ახალი მოხვედით 4 დღის მოხარშული გვაქვს, ეს ყუაზები ახლებია. ჩემოძირფას ადამიანებს, თქვენ ვერ მეტყვით ვადებს და აბა მე საიდან გამოვიცნო, მითხარით? ხო, აი შემდეგში რომ ჩამოვალ აუცილებლად ტაროს კარტ წამოვიღებ და გავშლი მაშინ და ციფრები ამომივარდება. ღვინო, საწებელი, ქვაბები. ეხლა არ მითხათ ეს დღეს გაკეთებულია თო თავს მოგგლა. აი არაფრით არ დავიჭერებ. არ გეტყვი, ხო არ მოგაკეთე, გუშინ დავაკეთე. მაშინ 21 რატომ იწერია? ეს ლობიო. ეს როდის აკეთებ გაკეთება? მოხარ 3 დღეს. 3 დღეს კერძი რო არის ეჭება. რიცხვი რა აწერია? ღევანდელი, კი. აი თქვენ თანამშრომელს უთხარით, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. საერთოდ აი ტყუილს მოკლე ფეხი რა. ძალიან გთხოვთ, აი გამოაყრევიეთ ყველაფერი და კაცური სიტყვა მომეცით რომ დაალაგებ კაცური სიტყვა გაძლევ გუშინ დილასასაც რომბოალეს საგამოს უნდა გამოვთომდეთ, იმიტომ აღარ მისიებ და ხვალ უკვე გაწმენდი იქნე გასუფთავებული. ის უნდა ჩამოვალგო, იმიტომ რომ ყინულია უკვე და აი ასე წყალში ტივტივებდეს. ეგ ახალი მოტანილია და ახლა თავისი ხობა ის იწურება და არ შეიძლება. აი ახალი ხორცი. ეს როდის მოხარშულია? ეგ უფროსისაა, დასაყიდია. შინაური არის, არა უკვე. მაშინ აქედან წაიღეთ. აი ის ქათმები უფროსისაა, ეს ქათმები ვისია? ეს ახეთი პროცესი, ეს მათი არის პორტრეტი რაღაცები ნახავთ. ეგ ორი თავია. ხორია? რა ამდენი ქათამი რა უფროსისაა? მეტი პროდუქტი თქვენ არა გაქვთ და მაშინ უფროსისთვის მუშაობთ მარტო? და უფროსისთვის აი ესე კერძებს უფროსისთვის აფასოებ? ხო და მაშინ უფროსის მაცივარი როგორ არის? კი. ხორის თავები და გოჭის თავები და რა ვიცი, ყველაფერი ოხორობა არის შიგ. ყველაფერს წარწერა უნდა, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, ყველაფერი დასუფთავებული უნდა იყოს. და თუკი სახლის მაცივარი და გარემაცივარი და სამზარეულოს მაცივარი გამიჯნა უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ესე და პროდუქტი რომელიც ერთმანეთს აბინძურებს, ერთად არ უნდა იყოს მოთავსებული. აი ეს არის ველი წერტილი. უფ. სუნი არ მომწონს, ეს ონკანი წყალი მოდის. საპონი არის თხევადი საპონი და ერთჯერადი ხელსახუცი არის, მაგრამ რაც შეეხება შიგნით, აი ეს არის, რაც არის. ეხლა ალბათ იტყვიან მენეჯერები, რომ აქ უბრალო გორელი მამაკაცები შემოდიან. კი ბატონო, რომლებსაც არ სჭირდებათ ძვირფასი ინტერიერი, შეიძლება ალბათ თავარია რომ კერძი იყოს გემრიელი, იყოს ისუფთავე და ეს კერძები მზადდებოდეს შესაბამის გარემოში, ანუ სამზარეულოში. შეგახსენებთ, ჩვენ ვართ რესტორანში ძველი უბანი, გორში, სამეფოს 60 ნომერში.